მნიშვნელოვანი არის ის, რომ სომხეთის ბმა რუსეთთან იდოს სწორედ აი ამ ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული და მთელი არსი რუსეთთან მოკავშირეობის იყო უსაფრთხოების პრიზმა. როგორც კი ეს ჩაიმსხვრა, ოღონდ მარტო ყარაბაღი არა, აზერბაიჯანი ყარაბაღის ომის მერე იწყებს თავდასხმას სომხეთის ტერიტორიაზე. ეს შეიძლება ძალიან ბევრს გამორჩა, მაგრამ დღესაც აზერბაიჯანს აქვს სომხეთის სუვერენული საერთაშორისო აღიარებული ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებული, მიზანმიმართულად შეიჭრა ჯერმუკის და კიდევ რამდენიმე მიმართულებით. და ბომბავს აზერბაიჯანი იმ მომენტში, ანუ კონკრეტული სპეცოპერაცია იყო, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანი ბომბავს ქალაქებს სომხეთის. ეს იყო ვართენისი, ეს იყო ჯერმუკი და კიდე რიგი ქალაქები, გორისი. ამ მომენტში სომხეთი უკვე მიმართავს ოდეკაბეს, ანუ ეგრე კუხოს. და რუსეთს მიმართავს ასევე ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში, იმიტომ რომ რუსეთის ბაზები იქ რატო არის, ხელშეკრულებებით არის. ყარაბაღს ეს არ ეხებოდა, იმიტომ რომ ყარაბაღი არ არის სომხეთის რესპუბლიკის ნაწილი. რუსეთი აქ ეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავარკვიოთ ჯერმუკი იმყოფება თუ არა სომხეთის ტერიტორიაზე. ამისთვის მზად ვართო ოდეკაბე სადამკვირვებლო მისია გამოვაგზავნოთ საზღვარზე და გავარკვიოთ სად გადის საზღვარი და რომელი ქალაქი შედის, რომელი არა. ამაზე სომხეთი ანუ უკვე რადიკალურად და კატეგორიულად თუ ყარაბაღის თემაზე რაღაც ესმოდა, რომ ეხლა სხვა ვითარება შედარებით და ვერ მოსთხოვ რუსეთს, შეგიძლია იქ რაღაცა ივაჭრო და ასე შემდეგ. აქ უკვე გასაგები ხდება, რომ სრულიად სხვა პროცესი არის. და პროცესი იმას უკავშირდება, რომ თუ შენ და სომხეთმა პირობა დადო, თუ შენ არ აღიარებ ჩემს საზღვრებს, არ აღიარებ საზღვარი სად გადის, მე 100 მეტრით აქეთ არის თუ იქეთ დემარკაცია და დელიმიტაცია ქვია მაგას, რომ აი ზუსტი სანტიმეტრი და მეტრი ვიცოდეთ საზღვრის, მაგრამ შინაარსი საზღვრის, ანუ რუკაზე რო არის და შენ რო იცი, რომ აქეთ არის თუ იქეთ არის საზღვარი და ეს ქალაქი სად არის, თუ ამას შენ არ აღიარებ, მე ამ ორგანიზაციაში არაფერი მესაქმება.